სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტიანის ცხოვრება წარმოუდგენელია უფლის გარეშე. ჩვენი ყოველი წამი, ჩვენი ყოველი სუნთქვა უნდა ღმერთთან კავშირში იყოს. ამითაც ვავლენთ ჩვენ თავს როგორც ქრისტიანები. ქრისტიანმა იცის, რომ ღმერთი ყოვლისა მყრობელია. ანუ მას ყოველივე ხელთ უყრია. მაგრამ განსხვავებით მატერიისა, განსხვავებით რომელიც ხელს უყრი, ხელთ უყრია და მისით არსებობს, ღმერთით არსებობს მატერია. განსხვავებით ბიოლოგიური სიცოცხლისა, მათ შორის ცხოველური სამყაროსი, რომლებიც ასევე ღვთის განგებულებით და ნებით არსებობენ, რამე თუ ღმერთს ისინიც ხელთ უყრია და ზრუნავს მათზე. ადამიანი პიროვნული და ცოცხალი არსებაა და იგი არის მსგავსი იმისი, ვისაც ყოველივე ხელთ უყრია. და ამიტომ ადამიანს აქვს ვალდებულება, როგორც გონიერ და თავისუფალ არსებას, აქვს ვალდებულება, რომ მან გაცნობიერებულად დაინახოს ეს ყოვლის მყრობელობა, დაინახოს ღვთის სიკეთე, დაინახოს მისი ქმედების, მისი ნების სიკეთეში, მისი ნების სახიერებაში, მის მოქმედების სიკეთეში, მის მოქმედებაში დაინახოს ღვთის სიკეთე და თავისი ნება გაცნობიერებულად, გააზრებულად, თავისი თავისუფალი არჩევანით დაუქვემდებაროს მას თავისი ნების საპირისპიროდ, იმიტომ რომ დაინახოს ისიც, რომ საკუთარი ნება სამწუხაროდ მხოლოდ უკეთურებისკენ არის მიდრეკილი, მას შემდეგ, რაც ჩვენ ცუდი არჩევანი გავაკეთეთ ადამში სამოთხეში ყოფნისას და მადლიერებით იცხოვროს. სულიერ და რელიგიურ ცხოვრებას უფრო სწორად მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება უფრო შეიძლება ითქვას, მას თუ ამ სიტყვას, ამ სიტყვის დიდი გაგებით ვიხმართ, მას ნაკლი არ უნდა გქონდეს, იგი სწორად უნდა მიმართული იყოს ქრისტესკენ. ხოლო რელიგიური ცხოვრება შეიძლება იყოს სულიერი და შეიძლება არც კი იყოს სულიერი და რელიგიურ ცხოვრებას, მათ შორის ეკლესიის წიაღში, სხვადასხვა რამ ახასიათებდეს შეიძლება არასწორი, დამახინჯებული, მაგალითად ის, რომ ადამიანი მექანიკურად ხდება რელიგიური წესების შემსრულებელი. თუ ადამიანს ძლიერი ნების ყოფა აქვს, თუ ადამიანს ზოგადად რელიგიური განცდები მოჭარბებული აქვს, თუ ადამიანს უბრალოდ მოსწონს, როგორც ვიღაცას მუსიკა მოსწონს, ვიღაცას სპორტი, ვიღაცას ფილოსოფია, ვიღაცას თეოლოგია და ვიღაცას რელიგიური ცხოვრება მოსწონს, რელიგიური ცხოვრება, ადამიანის შეიძლება ძალიან ესეთი მექანიკური მიდგომა ქონდეს რელიგიური ცხოვრებისადმი. და მის ყოველდღიურობად იქცეს. ჩვენს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც არის ყოველდღიური, მათ შორის ისეთი რაღაცებიც არის ჩვენ შორის ყოველდღიური, რომელთანაც ემოციური კავშირი არ აქვს. თქვათ ადამიანი პირსი ბანს, კბილებს იხეხავს, ხო, ტანსაცმელს იცმევს, გაიხდის, ასე შემდეგ თმას დაივაცხნის. აქ ემოციური კავშირი არ აქვს თუ ეხლა ნორმალურები ვართ. უბრალოდ ეს ყოველდღიურობა და მის გარეშე ჩვენ არ ცხოვრობთ. სამსახურში დადის თქვა ზოგს დისციპლინა აკვირად ყოველდღიურად დარბის მაგალითად და ასე შემდეგ. ზუსტად შეიძლება იგივე დამოკიდებულება ქონდეს რელიგიური ცხოვრების მიმართ. იგი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. აი როგორც ადამიანმა შეიძლება იესოს ლოცვა დაიწყოს და ერთხელაც აღმოაჩინოს, სულ ამბობს იესოს ლოცვას. მაგრამ მე თუ გონიერი ადამიანი და თუ შინაგანად სიმდისიერად ცხოვრობს, მე აღმოაჩენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იესოს ლოცვას მოუკლებლად ამბობს, აღმოაჩენს, რომ ყოფით ურთიერთობაში, მოყვასთან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთი მრისხანია, ისევ ისეთი გამკითხველია, ისევ ისეთი ფეთქებადი ხასიათი აქვს, ისევ ისეთი განსასწრების დროს, ისევ ისეთი მოწუწუნე და ტვინვაში მყოფია, ისევ შინია, ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს. ანუ არაფერი რეალურად არ შეცვლილა, არა და სულ იმეორებს. რა ხდება ამ დროს? რა ხდება და ის მექანიკურად იმეორებს ამ სიტყვებს მისტიკური სიღრმის გათვალისწინების გარეშე. დღეს
მოდაშია სიტყვა ხელოვნური ინტელექტი. როგორც ხელოვნური ინტელექტი რომ ჩართო და უთხრა რომ იმეორე და იმეორებს და იმეორებს. იმიტომ რომ ადამიანს აქვს ის, რაც ხელოვნურ ინტელექტსაც აქვს. ხო, ეს უზარმაზარი მარაგი ინფორმაციისა. ადამიანის twinსაც აქვს ეს მარაგი ინფორმაციისა და რაღაც პროცესი შეიძლება ჩართული იყოს და მიდი ეს აგზელებს. მაგრამ ეს ლოცვა არ არის სინამდვილეში, ეს არის რაღაც მექანიკური პროცესი. ანუ ყოველდღიურ რუტინად გადაიქცეს ადამიანისათვის რელიგიურობა. ეს ერთი პრობლემა შეიძლება იყოს. არსებობს სხვა პრობლემა, როცა ადამიანი იშვიათად თქვათ ახერხებს სულიერ ცხოვრებას, როცა მის გულს რაღაც ემოციები მოაწვევა და რაღაცა გარკვეული მგზნებარებით მოდის, შეიძლება იმ მომენტში ეს ჯობდეს კიდევაც პირველ შემთხვევას, როცა ის მექანიკურ პროცესია გადასული და ყოველდღიურ ჩვევაში, რომელშიც არ მონაწილეობს ადამიანის მისტიკური სიღრმე და არც ემოცია და გზნობა განსაკუთრებულად, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა პატარა ნაპერწკალი იყოს აფეთქებისა, მაგრამ იმ წამს უქრება, ასანთის თავივით, აალდება და ჩაქრება. მერე გავა კიდე დიდი ხანი ღვთისწყალობა შეეხება, ისევ აალდება, ისევ ჩაქრება. ხოლო ჩვენ ქრისტიანები არც ისე უნდა ვიყოთ, არც ასე უნდა ვიყოთ. ქრისტიანებისათვის სულიერი ცხოვრება სუნთქვასავით მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ოღონდ ჩვენ ხშირად სუნთქვასაც არ ვაცნობიერებთ, რომ რამხელა ბედნიერება რო სუნთქავ, საკმარისია პრობლემა შეგექმნას ვეღარ ისუნთქო და იმ წამს მიხვდები რა ბედნიერი იყავი მაშინ, როდესაც სუნთქავდი. ჩვენთვის სულიერი ცხოვრება სუნთქვასავით არის, უფლის სახენის ხსენება იგივეა რაც სუნთქვა. ჩვენ სულს მის გარეშე ყოფნა რომ არ შეუძლია და ამას რომ გააცნობიერებ. ჩვენ სულს ზიარების გარეშე ყოფნა რომ არ შეუძლია და ამას რომ გააცნობიერებ. ჩვენ სულს ეკლესიის გარეთ ყოფნა რომ არ ძალდოს, როგორც თევს წყალწყლის გარეშე ყოფნა არ ძალდოს, ისე ქრისტიანის სულს ეკლესიის გარეთ, ეკლესიისგან განდგომილებაში ყოფნა რო არ შეუძლია, ამას რომ გააცნობიერებ, მადლიერებით აღივსები და გაცნობიერებულად თავისუფალი არჩევანით, თელით სიმტკიცით, დისციპლინით, ბოროტებასთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავშია, მასთან ბრძოლით, შემართებით, მოწამეობრივი სულისკვეთებით, სიხარულით, მხიარულებით, რომ ერთგულებ ქრისტეს და გაცნობიერებულად მადლიერებ ყოველ წამს იმისათვის, რომ შენ ქრისტიანი ხარ. აი ეს უნდა გქონდეს. აქ რა თქმა უნდა აღარ არის ადგილი მიწია ამასოფლიური სიბრძნისათვის. და ამასოფლიური სიბრძნე როგორც კი ჩაერევა, იმ წამს იწყებს რაღაც ისეთი საკითხების რევიზიას, როგორც საიდუმლოება, მაგალითად იწყებს რევიზიას თუ თქვათ რა არის ზიარება და რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოება და იწყებს ტვინით კვლევას. თქვათ რატო უნდა იმეორო იესოს სახელი სულ მოუკლებლივ, რა საჭიროა ერთხელ რო ეტყვირა ვერ გაიგებს თუ რა არის. რა საჭიროა ლოცვა, როდესაც ღმერთმა ისედაც ყველაფერი იცის და ანეკდოტის არ იყოს, ახლა აქ არ ვიტყვი, იმ ანეკდოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქრისტიანი, რომ ღმერთმა ისედაც ყველაფერი იცის და მომხედოს ახლა მე და რა საჭირო და მაცხოვრნოს მე და ჩემი რაღაც ვედრება მოუკლებელი თან, რა საჭიროა? შეიძლება ადამიანს გონია, რომ ღმერთს უნდა გააგებინო რაღაც. ანუ თუ ჩვენ ესე გონია, რომ ღმერთს რაღაც უნდა გააგებინო, ჩვენი საქმე არ არის კარგად. ღმერთმა ყველაფერი იცის. გესმით? არ ვლოცულობთ, იმიტომ რომ ღმერთს რაღაცა გავაგებინოთ. ლოცვის არსის ხო არამედ ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. და უბრალოდ ძალიან გული დაამწყდება, რომ ვიღაცამ ჩვენ სამრევლოში არ იცოდეს, მაგალითად, რატო ვლოცულობთ ჩვენ. გესმით? რატო ვლოცულობთ? და რატო ამბობს პავლე მოციქული, ლოცვა მოუკლებელი უნდა იყოს. დიდი პავლე, რომელიც არ ვიცი რა, რამხელა იყო, ოქროპირი ამბობს, ეგეთი აღარც დაიბადება აღარასოდეს. და ის რომ ამბობს, რომ მოუკლებელი უნდა იყოს. უფალი რო გვასწავლის თავად, რომ დღე და ღამე უნდა ლოცულობდე, დღე და ღამე უნდა ხმობდე ღმერთს და თავად რო ღამეებს ათენებს ლოცვაში და თუ ჩვენ ქრისტიანობა ვერ გავიგეთ, ვერანაირი დიდხანს ყოფნა ეკლესიაში, მაზიარებლობა არ გვიშველის, თუ ჩვენ ვერ გავიგეთ რა არის ქრისტიანობა. მრავალი მიზეზია იმისა, თუ ადამიანი რატომ ვერ წვდება და რატომ ვერ იგებს ქრისტიანობას. მრავალი მიზეზია. თუმცა თუ თავს დავიმდაბლებთ და მოწაფის პოზიციაში ვიქნებით, არა მოძღვრების და არა მასწავლებლების, არ დაგვავიწყდეს მათ შორის ჩვენ არა ვართ მოძღვრები და არა ვართ წინამძღვრები და არა ვართ მასწავლებლები და არა ვართ მკურნალი.
ერთია მკურნალი, ერთია მოძღვარი, ერთია წინამძღვარი, ერთია მამა, ჩვენი ზეციური უფალი, ჩვენი იესო ქრისტეა, ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი მოძღვარიც, ჩვენი მკურნალიც, ყველაფერი ის არის. ჩვენ იმდენად ვართ ამგვარად სახელდებულნი, რამდენადაც ეს ჭირდება ეკლესიური ცხოვრების წესრიგს. თორე სინამდვილეში ის არის ჩვენ სახარების სიტყვები, ხო არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ის არის და ჩვენ არაფერი ვართ. ამიტომ ჩვენ უნდა მოусმინოთ და ჩვენ უნდა მუდამ მოწაფის პოზიციაში ვიყოთ. თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ. მოწაფენი ვარ ჩვენ. და ვსწავლობთ სულ. და თუ რამეს ვასწავლით, არა ჩვენი ბრძნობით და არა როგორც მოძღვარნი და არა როგორც მასწავლებელნი, არამედ როგორც ქრისტეს სიტყვის გამავრცელებელნი. აი როგორც ფოსტალიოს წერილი ერთი ადგილიდან ადრესატამდე რომ მიაქ. იქ რამეს არ ამატებს, იქიდან იქ მიაქ, მეც არაფერს არ აკეთებს ხდელი. მეც არაფერს არ აკეთებს წინასწარმეტყველი. დანარჩენი ყველაფერი პირობითია, როგორც გითხარით, ეკლესიის გარეგანი ცხოვრების მოწესრიგებულობისათვის. ეს ერთგვარი მოდელი მოგცა ქრისტემ. ეკლესია როგორი უნდა იყოს, როგორც ძველ აღთქმაში მოსეს მისცა მოდელი, როგორ უნდა ყოფილიყო ძველი აღთქმის ტაძარი, ქორების თაზე. მიეცა მოსეს ღმერთისგან და იმის მიხედვით ჯერ კარავის სახე ჰქონდა და მერე სოლომონმა აშენა. რა იყო ეს რა? რა საჭიროა ქვები, რა საჭიროა კარავი? ეს იყო ზეცის სიმბოლო. კარავი, მერე ტაძარი, ხო? კარავის ტაძარი იყო და რომელიც ღმერთის მიერ მოცემული ნახაზების მიხედვით გააკეთა პირობითად რო თქვა. რა საჭირო იყოს? ეს იყო სიმბოლო ზეცისა. ასევე ეკლესიური წესრიგი არის სიმბოლო ზეციური იერარქიისა, ზეციური წესრიგისა. ჩვენ მოწაფენი ვართ, უფალებით და პროგეონობა თქვენ მოწაფენი ჩემნი ხარ და რასაკეთებს მოწაფე? მოწაფე მუდამ სწავლობს და ყველაზე ძალიან რისიც ეშინია მოწაფეს არის ის, რომ არ აღმოჩნდეს მოძღვარზე უპირატესი. არავინ არის მოძღვარზე უპირატესი, როგორც უფალი ამბობს. და არასწავლოს ის, რაც მოძღვრის მიერ ნასწავლი, ჩვენი ზეციური მოძღვრის, ანუ ქრისტეს მიერ ნასწავლის საწინააღმდეგო იქნება. რაც გამოცხადებით მოცემული სწავლების საწინააღმდეგო იქნება. ამიტომ სიმდაბლით, თავდაბლობით მოწაფის პოზიციიდან მუდამ უნდა ვსწავლობდეთ ღვთის სიტყვას გამოცხადებას და განვისწავლებოდეთ და მაგალითს ვაჩვენებდეთ, თუ როგორ უნდა იყო მოწაფე, როგორ უნდა იყო თავდაბალი, როგორ უნდა სწავლობდე მუდამ და როგორ უნდა ემორჩილებოდე მუდამ ღვთის სიტყვას და მაგალითად აი დღევანდელ დღეს პავლე მოციქულის ეპისტოლე წავიკითხეთ, ეს არის მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე. ეს არის არაფერი აქ დიდი ღვთისმეტყველებას მე არ წაგიკითხავ. არაფერი ესეთ საღვთისმეტყველო დიდი სიმაღლე. თითქოს ყოველდღიური წესი მაშინდელი 2000 წლოვანი წლის წინანდელი ქრისტიანის ცხოვრებისა კორინთელებს მიმართ პავლე მოციქული მოძღრავს, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ ყოველდღიურობაში. აი როგორ საუბრობს პავლე მოციქული, თითქოს კი არა ესე, ხო, თავის ახლობლებთან, სულიერ შვილებთან ზის, დგას, არ ვიცი როდის იკითხებოდა, წერილი დაიწერა, ხო? მათთან საუბრობს გულისმიერად. აი როგორ საუბრობს? ნახეთ რას ამბობს, ხო? რა უნდა თქვას, როგორი უნდა იყოს ადამიანის, ქრისტიანის ყოველდღიურობა. აი რა მაგალითი გვეძლება. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი. პირველ რიგში რას აკეთებს? ღმერთს ადიდებს, ღვთის მადიდებელია ადამიანი. მისი პავლე რო პავლეა, ხო, პავლე ძალიან დიდია. დიდი რატომ არის? იმიტომ რომ აი მისი ყოველი სიტყვა, ქმედება, გახელა თვალის, დახუჭვა, გახედვა, გამოხედვა, მოძრაობა, დაძინება, გაღვიძება, ჭამა, სმა, ყველაფერი ღვთის დიდება არის. და ესეც გვასწავლის, რასაც იქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეთ. ამიტომ ესე ცხოვრობს, ესე ლაპარაკობს. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი, ღმერთის მადიდებელია, მორჩა. ეს არის, მე არაფერი ვარ, პავლე ამბობს. დიდება უფალს ყველაფრისათვის. მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშისა, ანუ მამა ნიშნავს, რომ ის მოწყალია. ღმერთი ყოვლისა ნუგეშისა, ის ნიშნავს, რომ იგი ნუგეშინის მცემელია. ყოველნაირ გასაჭირში რო გვანუგეშებს. ანუ საუბრობთ ყოველდღიურობა, ეხლა ჩვენ რო განვაზოგადოთ და ჩვენ თავის შევხედოთ, ხო? რა ჩვენი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ განსასწრებს, ყოველდღიურ გასაჭირს,
და პავლე მოციქული ჯერ ადიდებს ღმერთს და აი მაგალითს გვაძლევს, აი გასაჭირი მაქვს, განსასწრელი მაქვს, 1000 პრობლემა მაქვს. დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისათვის. მე ვიხსენებ პავლე მოციქულის მსგავსად, რომ ღმერთი ჩემი მამაა, ის მოწყალია, ის ნუგეშინის მცემელია. არ არსებობს გასაჭირში მან მიმატოვოს, ასე ვცხოვრობ მე, როგორც ქრისტიანი, ასე უნდა ვცხოვრობ და მე მაგალითს ვამბობ, რომ აი როგორც მაგალითს მაძლევს, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ და ესე უნდა ვცხოვრობდეთ. და მე თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მე უკვე შემიძლია სხვას მაგალითი მივცე და აგზელოს, რათა ჩვენ შეგვეძლოს ღვთის მსგავსად, როგორც ღმერთი მე მანუგეშებს, ჩვენ შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირებული. როგორ ვანუგეშოთ? იმ ნუგეშით, არა საკუთარი სიბრძნით და საკუთარი გონიერებით, არამედ იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი და ღმერთის ნუგეში მადლის მიერი. ღმერთის ნუგეში უბრალოდ რაციონალური კი არ არის. რაციონალიზმი არ შველის. ყველა ჯვარი წერია და დედას რო შვილი გარდაეცვლება, რაციონალურად როგორ უნდა ანუგეშოს. როგორ უნდა ანუგეშო? ადამიანს ძიმესენი რო შეეყრება. როგორ უნდა ანუგეშო რაციონალურად. ამის გამოცდილება ჩვენ უგდლებს ყოველთვის გვაქვს. ადამიანი მოდის რაციონალურად მისი ცხოვრება დასრულებულია, ვერაფრით ვერ ანუგეშებ. მაგრამ უნდა ანუგეშო და რითი უნდა ანუგეშო? იმ ნუგეშით, რომელიც ღმერთი ჩვენ გვანუგეშებს. რა ნუგეშია ეს? ეს არის საღვთო ენერგია, საღვთო მადლი. ანუ ღმერთი ჩვენთან, ქრისტე ჩვენში, გესმით რაშია საქმე? ეს საიდუმლოება, ეს მისტიკაა. სხვათა შორის ლოცვის ერთ-ერთი უმთავრესი мотиваცია. ეს არის ქრისტე ჩვენში. როგორ შეიძლება შენ აცნობიერებდე, რომ ქრისტე შენშია, რადგან ახალი აღთქმის ადამიანი ხარ და მასთან მოუკლებელ ლოცვით ურთიერთობაში არ იმყოფებოდე. აქეთკენ არ მიისწრაფოდ. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ შენ სახლში სტუმრად უფალო მოვიდეს და ოთახში დატოვო და შენი საქმეები აკეთო. გესმით? აი ამას ნიშნავს. როგორც ქრისტეს ვნებანი და ეხლა იმისათვის რომ ნახე, კაია ხო გასაგებია, უნდა ვანუგეშო ადამიანი, ვალდებულება მაქვს როგორც არა მარტო ბუდელს, არამედ ქრისტიანს ნებისმიერს, როცა მეორე გაჭირებული მოვა, უნდა ანუგეშო არა შენი სიბრძნით, არამედ იმ ნუგეშით, რომლითაც შენ ღმერთმა განუგეშა, მაგრამ როგორ შევძლო მე იმ მადლის ჩემს გულში მოხვეჭა, რომელიც ქრისტესია, როგორ უნდა მოგცე მე შენ ქრისტეს მადლი, როგორ უნდა მოგცე მე შენ ქრისტეს მადლი. მე უბრალო ადამიანმა და პავლე მოციქული აგზელებს, როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერი ჩვენი ნუგეშიც. ან იმისათვის რომ შენში ეს საღვთო მადლი დამკვიდრდეს, ქრისტეს ვნებანი უნდა გამრავლდეს შენში და შენში ქრისტეს ვნებანი გამრავლდება მაშინ, როცა შენ ქრისტეს ერდგულებ. შენს ყოველდღიურობაში, როცა ჯვარცმულის, გოლგოთაზე მიმავალი, ჯვრის მტვირთველი, შენი გადარჩენისათვის ჯვრის მტვირთველი ქრისტეს ერდგული ხარ, შენს ყოველდღიურობაში შენში მრავლდება ჯერ თანალმობის გზით ქრისტესადმი და მერე უკვე ამ სოფლისადმი შერკინების გზით შენ და შენი საკუთარი ჯვარის ტვირთვით და უფალზე გაყოლით შენში მრავლდება ქრისტეს უნებანი, როგორც კი შენში ქრისტეს უნებანი მრავლდება, მაშინ ქრისტეს მიერი ნუგეშიც შემოდის, ანუ საღვთო მადლი შემოდის შენში, რომელიც არის მადლი სიხარულისა და მადლი მხიარულებისა. გვინდა ვიცოდეთ ძმანო, რა საშინლად, ეხლა პირად მაგალითი მოყავს. ანუ გვინდა იცოდეთო ძმანო, პავლე მოციქულიანობა რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე რომ რამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა. აი ნახეთ პავლე მოციქულის როგორი ცხოვრება აქვს, ხო? და ბოლოს თავიც მოკვეთეს, ჩვენ ხო ვიცით? ანუ ისეთი საშინელი განსასწრელი ქონდა, რომ სიცოცხლე გაუსაძლისი გახდა. პავლესთვისაც კი იმდანად დიდ გაჭირვებას ჩავარდა. ჩვენ კიდევ წუწუნებთ, თუ გონია რომ რაღაც ქრისტიანები ვართ, ყველაფერი დალაგებული უნდა იყოს და ამ დროს პავლე როგორ წერს საკუთარ თავზე. ჩვენი თავის იმედი არ გქონდა ამ დროს. ანუ ადამიანური რესურსი არ არსებობდა სიტუაციიდან გამოსულისა. არამედ ღვთისა. აი ესეთი განსაცდელები, როდესაც ადამიანის რესურსი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემა მოაგვარო და როცა ეს რესურსი განულებულია და იმედს არ კარგავ, აი ამ დროს და ყველაფერს ღმერთს გადააბარებ, აი ამ დროს ღმერთის მადლი მოდის ჩვენში. საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ მაქსიმალურად ვენდოთ ღმერთს, რაც მეტად და მეტად ენდობი ღმერთს, მით მეტად და მეტად ავლენს ის შენ ცხოვრებაში საკუთარ თავს. რომ დაუშვათ ერთი წამით, რომ 100%-ით შენი ცხოვრების ღმერთს მიანდობს საკუთარ თავს, 100%-ით შემოვა ღმერთი შენ ცხოვრებაში. აი ეს იყო წმინდანების ცხოვრება. და რა პროცენტითაც გასცემ ამ ნდობას, იმ პროცენტით იღებ საღვთო ყოფობას შენში. ეს არის სულიერი ცხოვრების კანონი. და მან გვიხსნა სიკვდილისაგან წარსულში წამბობს. ახლაც გვიხსნის, აწყოს უსვავს ხას და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის. ანუ წარსულში, აწყოში და მომავალში ქრისტე ყველგან ჩვენთან არის. ყველგან და სიკვდილში, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიგულისხმოთ მარტო ხორციელი სიკვდილი, არამედ უნდა ვიგულისხმოთ სულიერი სიკვდილიც, რომლის მოსურნეც, რომ დაგვემართოს, მოუკლებლად, წამის ჩაუგდებლად არის ბოროტის სული მოჩენილი ჩვენზე. ის არასოდეს არ იღლება და არჩევებულებაში არ გადის, როგორც ხშირად გეუბნებით, ის ყოველ წამს ეცდება, რომ ფეხი დაგიდოს და ისე დაგაგდოს, რომ ვეღარ წამოდგე. მრავალ ჩვენგანს გამოუცდია ეს. ჩვენ სულიერ ცხოვრებაში რა ახლოს ყოფილვართ ჩაჩეხვასთან. რა ახლოს ყოფილვართ. ზოგ შემთხვევაში ისიც კი ვიცით, რომ ღმერთს რომ ხელი არ ეპყრა ჩვენთვის, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. მე ჩემ თავზე შემილია ეს გითხრათ. მათ შორის მღვდლობაში. მრავალ გზის ყოფილვარ ამ ხრამის პირას და ჩემით არ გადავრჩენილ ვარ, არ ჩემი სიბრძნით, არ ჩემი შემართებით, არ ჩემი შესაძლებლობებით, არ ჩემი გონიერებით, არ ჩემი გამოცდილებით, მით უმეტეს არც მადლმოსილებით, მხოლოდ ღმერთის მოწყალებით გადავრჩენილ ვარ. და ამით ღმერთი გვასწავლის, რომ ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ ამავე დროს მოგვიწოდებს შემდგომში სიფრთხილისკენ, რომ იგივე არ დაგვემართოს, იმიტომ რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. უფალი დაგვიხსნის და ამიტომაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინდისი, ოღონ სინდისი როგორი განწმენდილი, ჩვენი სიქადული, ან როცა სინდისი თანხმობაშია, უნისონშია ღვთისნებასთან. თუ სინდისი ღვთისნებასთან უნისონში არ არის, სინდისი გვატყილებს. ხოლო თუ სინდისი თანხმედრაშია ღვთისნებასთან, მაშინ ის გვიმოწმებს, რომ ღმერთი ჩვენთან არის და ეს არის ჩვენი სიქადული. და იგი სიწრფელი და საღვთო სიწმინდით მოქმედებს ჩვენში და არა ხორციელი სიბრძნით. არამედ ღვთის მადლით. და სწორედ ღვთის მადლით უნდა ვცხოვრობდეთ ამ ქვეყნად და არა სხვანაირად ამბობს დიდი პავლე მოციქული. აი უბრალო წერილი, რომელიც კორინთელებს წერილის ამონარიდი უпростоრედ. უბრალოდ თემები თითქოს, აი რაფერი ძალიან დიდი სიღრმეები თითქოს ერთის მხრივ არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში როგორი სიღრმეებია სულიერი ცხოვრებისა, სულიერი ცხოვრების პრაქტიკისა, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ. აი ესეთი ღრმა არის წმინდა წერილი და აი ესეთი ჩაღმავება ჭირდება მას და შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში მისი გამოყენება რეალიზება უნდა იყოს ჩვენი საქმე, რომელსაც სჭირდება ჩვენგან თავდაბლობა და მოწაფის მდგომარეობაში ყოფნა. შეგვეციოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.